ჩვენი პლატფორმა Bridge to Fancy არის სპეციალიზირებული შემოქმედებითი ინდუსტრიებზე და შესაბამისად ჩვენ პლატფორმას ვასწავლეთ ის პროდუქტები, თქვა უпроსორად ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო არის მსგავსი, ანუ ძალიან ვიწროდ სპეციალიზირებულია. რასაკვირველია შემოქმედებითი ინდუსტრიებში ჩვენ გულისხმობთ არა მარტო კინოს და ვთქვათ მუსიკას, არქიტექტურას და გეიმინგს ვთქვათ, არამედ ასევე IT პროდუქტებს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვართ იმ სტადიაში, როდესაც მანქანას ვეძახით ჩვენ ფაქტიურად აქეთ გვასწავლის რაღაცეებს თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ უფრო დახვეწო. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს ერთი, ეს არის ძალიან ბევრ არტისტს შემოქმედებით ადამიანს ზოგჯერ გარკვეული ბლოკადა ემართება და ვერ ანვითარებს პროექტს, ან მარტოა და არ აყავს პარტნიორი და ან პარტნიორი ყავს, რომელიც არც ისე სინქრონშია, ასე ვთქვათ, მასთან და ამისათვის ჩვენი ესეთი პირველი ბლოკი არის თვითონ იდეაციის პროცესი. ეს საკმაოდ დიდი ვარჯიში დაჭირდა მანქანას ამისათვის, რომ შენ აი ძალიან მარტივი გზებით, ვთქვათ, გახსნა პირიქით შენი ასე ვთქვათ, აზროვნების, შემოქმედების არეალი და მანქანასთან ერთად შექმნა ყოველ შემთხვევაში რაღაცა მოკლე ანოტაცია იმისი რისი გაკეთებაც გინდა. ეს ერთ-ერთი მოდული არის. ამის გარდა შემდეგი მოდული არის უფრო ფორმალური, სადაც ჩვენ დაცული გვაქვს დაახლოებით 12-დან 15-მდე სხვადასხვა სექცია შემოქმედებითი ბიზნეს გეგმის. ერთ-ერთი ნაწილი არის შესაბამისად ბლოკჩეინ დროის სტამპის დასმა და ამ პროცესის შემდეგ, ანუ როდესაც ეს დოკუმენტაცია უკვე მზად არის, იქ გვაქვს დაახლოებით 17 სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი შეუძლია კიდევ შექმნას, ეს არის წერილი ინვესტორთან, წერილი პარტნიორთან, წერილი სპონსორთან და ამავე დროს შეუძლია დააკავშიროს, ასე ვთქვათ, ანუ შეურჩიოს ის ინვესტორი, რომელიც ჩვენს ბაზაშია, დღესდღეობით ჩვენ დაახლოებით 40,000 ინვესტორის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი პროდუქტი ამჟამად არის ტარგეტირებული, მისი სამიზნე ბაზრები არის შეერთებული შტატები, ინგლისი და ევროგაერთიანება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ბაზრებია ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდულია, ვთქვათ, იგივე ქართველი არტისტებისათვის ან შემოქმედებისათვის, რომ მიმოქმედონ და აქედან გამომდინარე ეს ძირითადი ბაზებიც, რაც ჩვენ გვაქვს დღეს ინვესტორების, სპონსორების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ეს არის უკვე გამზადებული ფაქტიურად და მანქანა ცდილობს, რომ შესაფერისი ინვესტორი შეგირჩიოს